ეს არის ქრონიკა 8-ზე. ბათუმი დღეიდან როგორც სიტყვიან გააჯაზებს. ანუ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი იხსნება. ფესტივალი წელს ჯაზის ვარსკვლავებთან ერთად რეპის ლეგენდა Snoop Dogg-საც უმასპინძლებს. სწორად ის დახურავს ფესტივალს. მანამდე კი კლუბ Take 5-ში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს წარმატებული ქართველი ჯაზ პიანისტი გიორგი მიქაძეც. როგორც წარიმართება ბათუმში ჯაზის საღამოები, ამის მთელი 4 დღის განმავლობაში ჩვენი კორესპონდენტი შორინა კოპალეიშვილი დააკვირდება. წითელი ხალიჩა და საფესტივალო განწყობა არა მარტო სცენის სიახლოვეს, არამედ მთელს ბათუმში იგრძნობა. შავი ზღვის სანაპიროს უამრავი ტურისტი სტუმრობს. რაც შეეხება ჯაზ ფესტივალის პირველ სტუმარს, ჯორჯ კლინტონის კარიერა საკმაოდ წარმატებით დაიწყო მუსიკალურ ბენდთან ერთად, პარლამენტთან ერთად. ის ითვლება ფანკ მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. ასევე წარმატებული აღმოჩნდა მისი სოლო კარიერაც, მას თანამედროვე ურბანული მუსიკის მამასაც კი უწოდებენ. ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი საკმაოდ კაცრი აღმოჩნდა მედიასთან ურთიერთობაში. დღეს არ მოგვეცა სამწუხაროდ საშუალება საუნდჩეკი გადაგვეღო ამ სცენაზე, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, მუსიკოსი გუშინ 74 წლის გახდა, მან ეს დღე ბათუმში აღნიშნა და მას ძალიან მოეწონა შავი ზღვის სანაპირო. ჯორჯ კლინტონმა გამოუშვა ახალი ალბომი წელს, რომლის ევროპული ტურის პირველი ქალაქი არის ბათუმი, ამიტომ ჩამოვიდა ამერიკიდან მთელი 30 კაციანი ჯგუფით. პირდაპირ შემოსული იყო კაზინოში ძალიან დიდი თანხა დახარჯა ჩვენ ქვეყანაში, შემდეგ სათევზაობა მოითხოვა და სათევზაოდ მაჭახელას მთებში, მდინარეში თევზავეს რამოდენიმე საათი და საღამოს კიდე დაბადების დღე გადაიხადა ბათუმში. ძალიან ვცდილობთ ხოლმე, რომ მრავალფეროვნება შევიტანოთ ყოველ წელს და ყველა მაყურებლის ყურს მოვარგოთ ხოლმე ფესტივალი. უფრო ახალგაზრდულიც გვაქვს, უფრო გასართობი მუსიკა, რომელიც ბათუმს უფრო უხდება და მოხარულები ვართ, რომ კაი ლაინაპი გამოვიდა წელს და ესეთი აჟიოტაჟია, ბილეთები თითქმის აღარ არსებობს. ჯაზ ფესტივალი კიდევ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც ყოველთვის ის წელსაც იქნება მუსიკალურად მრავალფეროვანი. სულ ცოტა ხანში კი შავი ზღვის სანაპიროს პირველად დაიპყრობს წელს ჯაზური მუსიკის ჰანგები.